შავ ზღვაში რუმინეთის აკვატორიაში მოძრაობ ხომალდზე თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძრის შემდეგ 3 ადამიანი დაშავდა. რუმინული მედიის ცნობით 3790 ტონა ბეთქებად საშიში ნივთიერება ტანკერს ეგვიპტის საპორტო ქალაქ ალექსანდრიდან უკრაინის რენის პორტში გადაჰქონდა და სავარაუდოდ რუსეთის მორიგი დანაშაულებრივი ქმედებების სამიზნე გახდა. ინციდენტიდან მალევე რუმინეთის საზღვაო სამსახურის 2 ხომალდი შემთხვევის ადგილზე გაემართა და გემის მთელი ეკიპაჟის, მათ შორის 3 დაშავებული წევრის უსაფრთხო ევაკუაცია მოახდინა. ყველა მათგანი უნებლივად გადაიყვანეს ნაპირზე. გარდა ამისა, შემთხვევის ადგილზე გაგზავნილი ბუქსირი უზრუნველყოფს, რომ გემი დინებამ არ გაიტაცოს და სანაოსნო უსაფრთხოებას დამატებითი საფრთხე არ შეექმნას. სახელმწიფო უწყებები საგანგებო მზადყოფნაში არიან და დაადგენენ ამ მძიმე ინციდენტის გარემოებებს, მიზეზებსა და პასუხისმგებელ პირებს. არსებული შეფასებით, ეს შემთხვევა დიდი ალბათობით რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული უკანონო აგრესიული ომის შედეგია. საგულისხმოა, რომ სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყების დღიდან რუსული არმია აქტიურად ესხმის თავს შავ ზღვასა და სხვა საერთაშორისო წყლებში მოძრაობ უკრაინულ ან კიევთან დაკავშირებულ სხვა ხომალდებს. იქნება ეს კომერციული თუ სამხედრო ბორტები. პასუხს არც ომში მყოფი ქვეყანა აყოვნებს და საანცვლოდ აქტიურად უტევს ძირითადად რუსულ ნავთობტანკერებს და საზღვაო ფლოტის ბალანსზე არსებულ გემებს. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ომის განმავლობაში მოხდა 2022 წლის აპრილში, როდესაც უკრაინამ რუსეთის შავი ზღვის ფლაგმანი სარაკეტო კრეისერი მოსკვა გაანადგურა. რუსული მხარე დღემდე აცხადებს და ამტკიცებს, რომ გემის გაანადგურების მიზეზი ხანძარი იყო.